თქვენ ხო იცით რომ ყველაფერი საუკეთესო მინდა თქვენთვის, ხო და პირადი გამოცდილებიდან საოცარ რაღაცას გასწავლით, ვიღაცას გაეცინება, ვიღაცა იტყვის რომ აუ საწასულა, დააბრუნეთ ეს ქალი დედამიწაზე, მე კი პირადად გეტყვით, რაც გამომადგა და რამაც გამკურნა. ერთი არ დავასახელებ რიგითი ავადმყოფობებიდან და რასაკვირველია გაინაწილეთ, წაიღეთ, მე ხო ეს ძალიან გომხურვალეთ მინდა სიკეთეები გულისხმობ თქვენთვის, ვინც ახლა უსმენს და ვინც მოусმენს, ვისაც მოასმენინებთ, ათმაგად მოგიხდებათ და მოგირჩენთ თქვენს სნეულებებს. მოკლედ, საქმე ეხება ჩემს ამ შემთხვევაში მკურნალ კარტოფილს. აი, არ დამეზარა და ვიყიდე, რომ გაჩვენოთ, რომ კიდე მეც გამოვიყენო და საქმე რაშია. ვიღაცას რაღაცა აწუხებს, იცით ხო? ამ შემთხვევაში ვიღაცისთვის თაღია, ვიღაცისთვის მუხლია, ვიღაცისთვის ვენებია, მოკლედ აღარ დავკონკრეტებ, ვიღაცისთვის გულია, ვიღაცისთვის ნაღველია, კუჭი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ რაშია საქმე. ვიღებთ კარტოფილს და დანას. ეხლა უბრალოდ არ დამბლოკოს ჩემო კარგო ადამიანებო დანის ჩვენებაზე, ძვირფასმა სოცქსელებმა და ამიტომაც ცოტა ხანში იმ ფორმას მიცავ კარტოფილს, რომელი ფორმაც მკურნალობის დროს გჭირდებათ. და აი უკვე გამოვაქანდაკე თქვენთვის, მოკლედ კარტოფილის კუბი. ცოტა წახნაგებ, ასე ვთქვათ, არასწორია, მაგრამ თქვენ იმედი მაქვს, რომ უკეთეს გააკეთეთ. მოკლედ მნიშვნელობა არ აქვს. მოაჭერით დარჩენილი მხარეები, შემეკითხებით, რა უყოთ იმ მოჭრილებს, აუცილებლად მოაიცორეთ, ეს მნიშვნელობის არანაირად არ არის. უბრალოდ იცოდეთ, რომ გამოუსადეგარია. ახლა მთავარი არსი და მთავარი ჯადოსნობა არის თვითონ იმ კარტოფილში. და ჩემო ძვირფასებო, აი ჰიპოთეტურად გაჩვენებთ, ეხლა უბრალოდ სად შეიძლება, როგორ შეიძლება მტკივნეულ ადგილზე, აი ესე წარმოიდგინეთ, თვითონ ხელი ტკივა, თვითონ მაჯა ტკივა რაღაცა და აი რაღაც, ასე ვთქვათ, ამ კარტოფილის სველი მხარეების წასვების დროს აუცილებლად უნდა თქვათ ისეთი სიტყვები და სამჯერ გავიმეოროთ, რომელსაც ახლა რო არ შემეშალოს, მაინც წავიკითხავ და თქვენს ყურადღებით მოისმინეთ. მოკლედ, მიწის ნაყოფო, მიიღე ავადმყოფობა. როგორც ეს ნაყოფი გახმება, ისე სნეულება ჩემი გახმეს. ავადმყოფობა ქრება, სხეული იწმინდება. ავადმყოფობა ქრება, სხეული ძალით ივსება. დაე იყოს ასე. ტექსტს დავუთავ ვიდეოს და სიამოვნებით გადმოგცემთ ამ ყველაფერს, სამჯერ გააკეთეთ აღნიშნული ლოცვა, აღნიშნულ მტკივნეულ ადგილზე და მერე ადექით და ესეთი რაღაცა გააკეთეთ. აი ხა ჩვეულებრივი ნაჭერი. ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს ხვირსახოცი, ვიღაცისთვის რაღაც მაგვარი ტილო. ბევრი პრაქტიკი ამბობს, რომ კარგია თუ წითელში მოვათავსებთ და ამ ჩვენს კარტოფილს აი ესე გადავახვევთ და დავმალავთ ამ ტილოში. არა მარტო ტილოში, სადღაც თვალს მოფარებული ჩემო ძვირფასო ადამიანებო. იყოს, გახმეს, დაპატარავდეს, დამახინჯდეს და თავარი სესცოცხლო ძალა და სისველე გამოაკლდეს. და როცა უკვე ნახავთ, რომ კარტოფილი და იგრძნობთ, რომ ამ ჩვაში გაყოფილი არის ძალიან, ასე ვთქვათ, ცუდ და გამომშრალ მდგომარეობაში, თქვენ ის უნდა წაიღოთ სახლიდან შორს. დიახ, შორს. გადააგდოთ იქ ეს საძაგლობა, თქვენი ავადმყოფობებით სავსე, სადაც ადამიანი არ შეეხება, რასაკვირველია და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ცხოველმა მინდა დასუნოს, იმიტომ რომ ის დარწმუნებულიყავით, სავსეა თქვენი ცუდი ენერგიით, იგივე ავადმყოფობით, ჩემო ძვირფასებო. ნუ მეტყვით რომ რა უყოთ ხვირსახოცი გარეცხადად ჩვეულებრივად გამოიყენოთ, არ გადააგდოთ და აი მინდა რომ ეს მოგადგეთ, მინდა რომ ამ ყველაფერმა თავისი შედეგი და ნაყოფი გამოიღოს, მინდა რომ ამ რიტუალის შემდეგ საკუთრად ცოტა დრო ჭირდება, როცა გააკეთებთ, როგორც იცით რომ ის ხმება და მერე ვაგდებთ, აუცილებლად მომწეროთ, ძალიან გამიხარდება ამ კომენტარში დადოთ, ან აჩვენოთ სხვასაც, ხალხო, გახსოვდეთ ყოველთვის რომ გადაამრავლეთ ზოღერი სიკეთე. რაც უფრო მეც ვტირაჟირებთ, რაც უფრო კარგ ინფორმაციებს ვიღაცისთვის სასიკეთოსა და აუცილებელს ვავრცელებთ, მით უფრო ეს ჩვენ გვიბრუნდება და 1-1000 გვერგება და ჩვენს სხეულზე, ჩვენიანების ჯანმრთელობაში ძალიან კარგად
და შეხმატკილებულად ჩდება. არა მარტო ჯანმრთელობაში, ხვავი, აბარაგები, ცხოვრება, ძალიან ბევრი რაღაცები. ყოველთვის ეს გახსოვდეთ და ყოველთვის გადაგებ და ლაპარაკობ იმას. აკეთეთ, სიკეთეთ და გადაავრცელეთ, რაც შეიძლება ბევრჯერ. მოკლედ ასე, არ გაგეცინოთ. იმიტომ რომ სადღაც ეს პრაქტიკა ვისწავლე და მითხრეს, მეც გამეცინა. მეც ჩავთვალე რომ ეს იყო სისულელე, ვინც ახლოს მიცნობს რაღაც პრობლემა მქონდა და იმათ იციან გაეღიმებათ იმ რომ ეს მართლა კარტოფილით მოვირჩინე. არ გაგეცინოთ და ესია, ჯეროდეთ ჯადოსნობის და ის ხო იცით რომ აუცილებლად ახდება. და გარდა ამისა, ერთიც ამჯად ქრობასა და ამჯად ეს ალბათ ჯანმრთელობასთან ნიბმაში ესეთ რაღაცას გეტყვით. არ ვიცი რა ხასიათზე იქნებით და არ ვიცი ყური ჩამოყრილი იქნებით, ხელებ დაყრილი იქნებით, თუ ცხვირ ჩამოშობილი იქნებით და რაღაცეები ყოველთვის გვაწუხებს, განსაკუთრებით ასაკში რო შევდივართ. და თუნდაც ნებისმიერ ასაკში, ну, რაღაცა ავადმყოფობამ შეგვაწუხა, ზოგიერთ ქრეონებულისთვისა, ზოგიერთ ბუკეტია გამავადმყოფობების, რომელიც ახლა ეწვია და ვერ იტანს, არ მოწონს ეს ტკივილი და ეს დისკომფორტი. გახსოვდეთ ერთი ფრაზა, რომელსაც იმეორებთ როგორც ალილუია. დაწერეთ და ყოველთვის სადაც გაგახსენდება და როცა გაგახსენდება ხმამაღლა გულში ილაპარაკეთ. აი ეგეთი ფრაზა, რა კარგია რომ ჯანმრთელი ვარ. რა კარგია რომ ჯანმრთელი ვარ. მერტო რა კარგია რომ ჯანმრთელი ვარ. იმეორეთ, ახლა გიჟი არ გეკონოთ. მართლა ასეა. და მე ვფიქრობ, რომ ჩემი ასაკის პირობაზე არ გამოვიყურებით სუდად. ასაკს ვისაც ძალიან აინტერესებს, პირადში ვეტყვი. იმიტომ რომ აქ არავინ არ მეკითხება და რა მკითხებ მოამბესავით ხომ, არ ვიტყვი რამდენი წლისა ვარ. თავარია რომ ჯანმრთელი ვარ და მინდა აი ესეთი თეთრი ვარდივით ვიყო დიდხანს. იუმორი გადაგვარჩენს, იუმორი გაგვამხნევს, იურავი კარგ ტალღაზე გაგდაგვთავს და ისევე როგორც გურმიქალის დარო. ჩაეწერეთ ჩემთან. სხვა თუ არაფერი პოზიტივით დაგტვირთავთ, საგზელს გაგატანთ კეთილი ენერგიის და დიდხანს გეყოფათ. რამე თუ არაფერია ჩვენი ცხოვრება, გარდა იმისა, რომ თეთრი ენერგიები ვამრავლოთ, მივიღოთ, დავაკონდენსიროთ და ისევ გავუშვათ და დავიტოვოთ ჩვენთვისაც. მოკლედ ასე, კომენტარებში აუცილებლად დაწერეთ იმას, რომ მე გავიკურნე, ვიკურნები კი არა, გავიკურნები კი არა, მე გავიკურნე და მადლობა უთხრათ ამ პოსტის ავტორს. დიდი მადლობა რომ ჩემთან ახართ, ეს უკვე დობა, რომელიც თქვენ მემომანიჭებთ, არის ჩემი დიდი ჯილდო და აპლოდისმენტები. ვისაც ძალიან გინდათ პირად ცხოვრებაზე, ფინანსებზე თუ სხვადასხვა პრობლემასთან სიხარულო ამბებზე, უფრო ღრმად და მეცნიერულად გაიგოთ, მომწერეთ, ტარო თქვენს სამსახურში. აუცილებლად კარტოფილზე იფიქრეთ და გააკეთეთ. ძალიან მარტივია. გენიალური.